საღამო მშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე. ქართული ოცნება ევროკომისიის მიერ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშ შეხმიანება. სახელმწიფო პარტიაში აცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს. კერძოდ, ერთი მხრივ ოფიციალურ განცხადებებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, თუმცა გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს წინსვლას. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით ისტორიული მაქსიმუმი 73% მიიღო და მსოფლიოში 34 ადგილზე გავიდა. ლიდერობის და შორსმჭრეტელობის ინდექსში ხელისუფლებამ 52% მიიღო და 32 ადგილი დაიკავა ევროპის კონტინენტზე, საქართველოს მე-17 პოზიციაზეა. კიდევ ერთი ინდექსით მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში 30 ადგილზე გავიდა, ქვეყანამ შეფასების 100%-იანი სისტემით, ასევე ისტორიული მაქსიმუმი 73.2% მიიღო. კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ 70% მიიღო, მსოფლიოში 26 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-18 პოზიცია დაიკავა. ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული და უსამართლო კრიტიკით გამორჩეული ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა. მათ შორის კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის, ლიდერობისა და შორსმჭრეტელობის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსები. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერ არის მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეხდნობა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ. ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელიც არის იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების და კრიზისის ფონზე მიაღწია, ასევე თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, ასე რბილად დავარქვათ, აქედან რაც იყო გამოწვეული. ამას გარდა, აღნიშნული კვლევის შედეგები შავით თეთრზე ამტკიცებს იმას, რაზეც უკვე კარგახანია ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს სამწუხაროდ აქვს ორმაგი სტანდარტი. ერთი მხრივ, deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია, მათ შორის მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისათვის, მეორე მხრივ კი მყარ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში და ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სადაც ობიექტურ მონაცემებზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ უწევთ აღიარება, რომ საქართველოს მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებითაც შთამბეჭდავია. ჩვენ სწორედ ასე მომავალშიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედებთ. საქართველოს ვიღაცა სჭირდება პაიკად, განაცხადა ამავე ბრიფინგზე მამუკამ დინარაძემ, მან გლობალურ ინტერესებზე ისაუბრა, ამ კონტექსტში ახსენა უკრაინა. ყველაფერი იცის, მაგრამ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. საქართველოს ჭირდება ვიღაცას პაიკად. და უფრო პატარაა საქართველოს 10 ჯერ სამწუხაროდ იმ ქვეყანაზე, რომელიც წარმატებით საქართველოსგან განსხვავებით პაიკად გამოიყენეს. გუშინ წინდელი შეხვედრიდანაც ეს კარგად ჩანდა, ხო? ჩვენ ხედავთ გლობალურ ინტერესებს, ჩვენ ხედავთ ასევე deep state და მის მიერ მართულ აგენტურას და მათ ინტერესებს. საქართველოში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობენ ეროვნულ ინტერესებზე და ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან და ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ადამიანი, პოლიტიკოსებად წოდებულები, აგენტურა
თავის სახით რომ დავარქვათ კიდევ ერთხელ, რომლებმაც თავად ძალიან კარგად იციან რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ემსახურებიან სხვათა ინტერესებს და არა საკუთარი ხალხისა და საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. თუნდაც გონია რომ ვიღაცამ რამე არ იცის, არ იცოდეს შეიძლება რიგითმა ამომრჩეველმა დეტალები ჯეროდეს მისი საყვარელი პოლიტიკოსის, რომელიც სინამდვილეში აგენტია და აჯერებს თავის ამომრჩეველს იმ სიცრუეში, რა სიცრუისაც თავად არჯერა. თქვენ გონიათ რომელიმე ჩვენი რადიკალურ პარტიებს რო ვეძახით აგენტურას აქედან რომელიმე არ იცის იმართლა რასაც ლაპარაკობენ იმის ჯერათ და გონიათ რომ ისინი არიან ეროვნულები და ისინი ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს და ხალხს შვენივრად იციან ვისაც და რასაც ემსახურებიან თქვენზე და ჩემზე კარგად უბრალოდ ისინი ემსახურებიან ზედმეტნაკლები წარმატებით თავიანთ პატრონებს და ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მსახურებას განსხვავება ეს მარტივი ძალიან პრიმიტიულიც კი განსხვავება და როგორც კი ობიექტურად ვიღაცას მოუწევს რაღაც ქულით, ინდექსით, კრიტერიუმით შეაფასოს იმ წუთასვე ნათელი ხდება რომ ამ ქულათა სისტემაში საქართველოს არის მოწინავე, როგორც კი ეს პოლიტიკური ინტერესი ჩნდება და მათ შორის ის ინტერესო შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მიცენ თავიანთ აგენტურას, იმ წუთას საქართველოს უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან, თუმცა ეს გადმოსახედი არ არის ერთმანეთი მესიჯ ბოქსია. Prime Time-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართულ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს. სააგენტო წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში ტრენინგებს ატარებს ხელისუფლების ოპონენტებისთვის. მონაწილეთა მომზადება კი ორგანიზაციების ბრიტანულ-ქართული საზოგადოების და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეშვეობით მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით ვილნიუსში აქტივისტებს ასწავლია საპროტესტო აქციების ტაქტიკა, სამართალდამცველების პროვოცირებას და საინფორმაციო კამპანიების მართვას. მიზანი ზუსტად იგივეა საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ საქართველოში თანხების შემოდინების ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უпростоრად ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით აიკრძალეს, საკუთარ თავს აუგრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ აკრძალვა ხო არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრალოდ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება. ამით მოხდა აკრძალვა, თვით აკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ რისთვის იხარჯება საქართველოში ფული. და ურჩევნიათ მაგალითად პირად ანგარიშებზე ურიცხონ რაღაც მონაცემები არსებობს და მას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ რომ სხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით ათეულობით მილიონი დოლარი მაგალითად ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ ურჩევნიათ სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში მორიგი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა. რაც წარუმატებელი იქნება გარანტირებულად, იმიტომ რომ აქვე ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი იქნეს და ეხლა სადღაც წაიყვან და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის. არანაირი დასავლური სწავლებები, რომელიც რაიმე ტიპის დესტრუქციას ემსახურება ბუნებაში არ არსებობს. ეს ხალხი, რასაც ასწავლის ხოლმე, უბრალოდ ასწავლის მთელი სოფლის მასშტაბით, ეს არის მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატიული სტანდარტები, არის არჩევნების დაკვირვება, თუ საუბარია საპროტესტო ქმედებებზე, ხა დემოკრატიულ სამყაროში, თავისუფალ სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის პროტესტის ელემენტებს საზოგადოებაში ეს არის ძალიან ჯანსაღი მნიშვნელოვანი და შეიძლება ამ კუთხითაც არსებობდეს გარკვეული სწავლებები. თუმცა მე ეს არის უბრალოდ თეორიული მრჩევლობა. კონკრეტულად საერთოდ არ ვფლობ ინფორმაციას, საერთოდ ვერ გეტყვით რაზე და როგორ ხდება პირდაპირ გითხრათ. აი უსამშობლოების პატრონები აფინანსებენ უკვე უცხო ქვეყანაში ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მორიგჯერ გააყოფინონ თავი დანაშაულში, მორიგჯერ შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოყენებულნი იყვნენ თავიანთი აი უსამშობლოების ინტერესებისთვის, რომ ქაოსი და არეულობა დათესონ. ისევ აი ქუჩის აქციებით, ისევ შტურმისთვის პარლამენტზე, სახელმწიფო უწყებებზე, ისევ პოლიციასთან შეტაკებისთვის ამზადებენ ამ ახალგაზრდებს. ამ საფარ ქვეშ ისინი ამზადებენ ისევ და ისევ მოძალადეებს, ისევ და ისევ ახალგაზრდებს, რომ ესე იგი თავი უნდა შეუშვირონ ცეცხლით, מחვილით, მოლოტოვის კოქტეილები არ გამოურიცხავ და ნუ გამოაყენებინებ თავს, დაიცავით თქვენი შვილები. გამორიცხული აქ რევოლუცია არ გახორციელდება. ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ უტიფრად მაინც აი ამ უსამშობლოების პატრონები იყენებენ თქვენ ახალგაზრდებს, თქვენ შვილებს, მომავალ თაობას რომ გააბრიყონ და შემდეგ
ძალადობისკენ უბიძგონ. ორმაგ სტანდარტს უწოდებს ქართული ოცნება IDFI-ის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის ბიზნეს საქმიანობას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ბიზნესი აქვს გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილთან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის პასპორტიც აქვთ. გიორგი კლდიაშვილი შპს ქვევრების დამფუძნებელია, რომელსაც მიღებული აქვს აწარმოე საქართველოს ფარგლებში სახელმწიფოსგან შეღავათიანის ცეცხები და ფინანსური რესურსი, რომელიც წლების მიხედვით 5 მილიონ ლარს აჭარბებს. სწორედ მისი ბიზნეს პარტნიორები და სახელმწიფოსგან მიღებული რესურსი გახდა დღეს პოლიტიკური შეფასებების თემა. კურიერმა გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებას სცადა IDFI-ს შეაცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ქვეყანაში არ იმყოფება. თუ საჭირო ჩათვლას გიპასუხებ, თუ საჭირო და არ ჩათვლას არ გიპასუხებ. ჯერ ერთი რუსეთის მოქალაქეები არ არიან, ორმაგი მოქალაქეები არიან. განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია ჩემში, რომ გითხრათ მოგატყუეთ, იმიტომ რომ საქართველოში ყავს მაგალითად პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლელია, რომ მკითხო და ლეგენდით, აგენტურული ლეგენდით იღებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს. ეხლა ამის ფონზე ეს აღარ გაგვიკვირდება, რა თქმა უნდა, თუმცა ასევე ყავს რამდენიმე ათეული ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც მაგალითად დარბოდა არარუსულ კანონს ამ სლოგანის სახილით და რუსეთში ქონდათ შემოსავალი დიდძალი და ეს საერთოდ არ აწუხებდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა სამწუხაროდ, მაგრამ ორმაგ სტანდარტზე, როგორც მინიმუმ და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მიუთითებს. მდგომარეობაშია, როგორც ქალბატონი ელენე ხოშდარი, რომ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კრემლიდან მიღებული დაფინანსებით და რუბლებით საკუთარი კეთილდღეობის მოსწყობას ცდილობს. ეს არის მათი ორმაგი სახე, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტები, როდესაც თანხებს ეხება და როდესაც საკუთარი ჩიპის გასკელებას ეხება. საქმე ისინი ძალიან კარგად არიან მოწადინებულები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა პირებთან კონდეთ ურთიერთობა ამავდროულად ისევ და ისევ ხალხის მოსატყუება და ისევ და ისევ როგორც ეს დავალებას მათ პატრონების დავალებას შეეფერება, ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ სიზულული და ერთ-ერთი ადამიანია ის, რომელიც სიზულის აღვივებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიმართ და ის ჩატეხილობა, რომელიც უნდათ რომ ჩვენს ქვეყანაში deep state-ის წარმომადგენლებს განახორციელონ, ზუსტად ამ ყველაფერს ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა წარმომადგენელი და სამწუხაროდ არც ერთ საელჩოს არ აქვს პასუხისმგებლობა აქამდე აღებული, რომ მათი დაფინანსებებით ჩვენს ქვეყანაში სიზულის კამპანიები წარმოებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და ბანერსაც აქვეყნებს. შალო პაპუაშვილი წერს, რომ ამ ბანერზე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადება, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს. შალო პაპუაშვილი წერს, რომ ბანერის მეორე ნაწილზე საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც მისივე სიტყვებით ელჩი უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან პოზირებს, რომლებიც 3 წელია უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ. ეს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების შინაარსია, რომელიც მას სოციალურ ქსელში ბანერთან ერთად გამოაქვეყნა. დაახლოებით 3 საათი რჩება შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე. დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებას ჯერ პირისპირ გამართავენ, დაახლოებით 1 საათში კი მათ ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. პირისპირ შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. თეთრ სახლში დიდი დღე იქნება ამდენი ევროპელი ლიდერი. ერთდროულად არასოდეს ყოფილა, ჩემთვის დიდი პატივია მათი მიღება, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სოციალურ ქსელში. ვაშინგტონში დღეს ჩადიან ნატოს გენერალური მდივანი, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის პირველი პირები და კომისიის პრეზიდენტი. უკვე ვაშინგტონშია უკრაინის ლიდერი, მთავარი საკითხი მის ქვეყანაში ომის დასრულებაა. მთავარი კითხვა კი შემდეგია, რა წინაპირობას გააცნობენ თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც ალასკაში ტრამპი პუტინს ესაუბრა. ვერ მიიღწევა სამშვიდობო შეთანხმება, თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა. ეს ფაქტია. პუტინთან ურთიერთობის გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვერ დაასრულებ. ეს უბრალოდ საღი აზრია. პრეზიდენტ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, ეს ბაიდენის ომია. მას ამის თქმა ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელმაც შეძლო პუტინის შეხვედრაზე მიყვანა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი. ყველა, მათ შორის უკრაინელები და ევროპის ყველა ქვეყანა, ევედრება შეერთებულ შტატებს, შეეცადოს დაითანხმოს პუტინის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ისინი ყველანი გვთხოვენ ამის გაკეთებას.
to continue to work on this. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ძლიერი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც წინ უძღვის პატიმრების უდანაშაულო ადამიანების დაბრუნება და რომელიც პატივს ცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხოლოდ ერთი სახელმწიფო გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება. ეს რუსეთია. ევროპელები აუცილებლად უნდა დაესწრონ უკრაინის საკითხზე მომდევნო სამიტებს. სანამ მსოფლიო ლიდერები უკრაინასთან ერთად მსჯელობენ ომის დასრულებაზე, ოკუპანტი თავდასხმებს განაგრძობს. რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანული ნავთობის ბაზაზე. მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესის ოლქში მდებარე აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია სოკარის ნავთობის ბაზაზე იერიშის შედეგად განადგურებულია 17 რეზერვუარი და სხვა ობიექტები. გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ქალაქ ხარკოვში. აქ რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 20. 18 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა პასუხობს ბრალდებას უნგრელი კოლეგისგან, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პიტერ, ეს რუსეთია და არა უკრაინა, ვინც ეს ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს, წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში ეუბნებოდა უნგრეთს, რომ რუსეთი არასათანადო პარტნიორია. ამის მიუხედავად, სიბიგას თქმით, ბუდაპეშტი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეენარჩუნებინა დამოკიდებულება რუსეთზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი. ცნობისთვის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიში შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. ამასთან სიარტომ შეახსენა უკრაინას, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგომომარაგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისრაელის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ღაზის სექტორში ომის დასრულება და ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლება. BBC-ის ინფორმაციით ყველაზე მასშტაბური აქცია თელ-ავივში იყო, სადაც ქუჩებში 100,000-ობით მოქალაქე გამოვიდა. ევროპა კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. რთული ვითარება ესპანეთში, სადაც სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევაკუირებული 1000-ობით ადამიანი. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ზოგიერთ სოფელში ადგილობრივები სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძვიან. ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშეს მაღალი დონე გამოაცხადა. საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ ხანძრების ზონებს. პაკისტანში კი წყალდიდობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში სტიქიას ბოლო მონაცემებით 350-მდე ადამიანი ემცხვერპლა. ბუნერის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. სტიქიის ადგილას სამშობლო სამსახურები მუშაობენ, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. პაკისტანის საგანგებო ვითარებათა სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ძლიერი წვიმა სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. და ისევ საქართველოს სააგენტოს აწარმოებს საქართველოში პროგრამებში ცვლილებები შედის ოფიციალური განმარტებით მეწარმეებისთვის. მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში. ცვლილებები შეეხოს სესხის და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და ის 2%-ით გაიზარდა. თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით. ამას გარდა ქალი მეწარმეებისთვის იზრდება გრანტის ოდენობაც. ცვლილებებია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორისაა კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. წლების განმავლობაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, ჯამში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით 3 მილიარდ ლარს აღემატება და რა თქმა უნდა სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომელიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას. ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ეს არის 3 ნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში 2 ნახევარჯერ გაზრდილი და დაახლოებით 30%-ით გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში. ძალიან პოზიტიური ცვლილებები გვაქვს ჩვენს მეწარმეობის პროგრამებში, გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტის მაჩვენებელი, ანუ თუ აქამდე იყო 3% ერთეული, ახლა იქნება 5% ერთეული და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდა ბევრი სექტორის დაპრიორიტიზება, ასევე მოხდა
cashback-ის პრინციპით გრანტების დამატება, მაგალითად კონკრეტულ შემთხვევებზე, როგორიც არის ეკოლოგიური თვალსაზრისით თუ დანახარჯები აქვს მეწარმეს ამ ნაწილში და მდგრადობის ნაწილში, ამ ნაწილში სახელმწიფო მას 15%-იან cashback-ს უკეთებს, იგივე შეგვიძლია ვთქვა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, კვლევებზე, ყველა მიმართულებით, რომელსაც მეწარმე განახორციელებს იმისთვის, რომ მის ბიზნესი განავითაროს. ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონში შინმოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებს და სოციალურ მუშაკებს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით განიხილეს შედეგები და პროგრამის განვითარების შესაძლებლობები. შინმოვლის მომსახურებას გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება. განსაკუთრებულად დასაფასებელია საზოგადოებაში ამ ადამიანების ღვაწლი, რომელიც ყოველდღიურად უშუალოდ არიან მიმწოდებლები იმ სერვისისა, რომელიც გულისხმობს სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ითქვა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოწვევის შესახებ იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარება სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში და სწორი მიმართულებით ამ პროგრამების განვითარებაში. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო იმერეთის რეგიონში მომუშავე ამ თანამშრომლების მიმართ, რომელთა შრომაც ერთის მხრივ რა თქმა უნდა დაფასებას მოითხოვს, მაგრამ იმავდროულად მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის ახლახან მომხდარი სტიქიის პერიოდში პირველები იყვნენ პოლიციელებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამათაგანი, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ოჯახურ გარემოში ზრუნვისში თავაზებას, მათი სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, მათზე მორგებული მომსახურების მოძიებას და შესაბამისად მათ განხორციელებას. ამ პროგრამამ განსაკუთრებით გაამართლა და აქტუალურია მისი საჭიროება, ასე ვთქვათ, რეგიონებში და სოფლებში, სადაც მიგრაცია არის მაღალი, შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანები მარტოდ არიან დარჩენილები. ამ დროს სახელმწიფო აფინანსებს შინმოვლის პროგრამას და კეთდება ძალიან კარგი რამ. თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში ხვანჭკარის ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას აგებენ, ისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან $1,000,000 ლარამდე იხარჯება. მერის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შოვის ქუჩაზე. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომელიც მოგცემდა იმის შესაძლებლობას, რომ გაკეთდებოდა ყველა საჭირო კომუნიკაცია, მიწის ქვემოთ არსებული, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნებოდა მოწესრიგებული და პარალელურად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებდა. ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ დიდი დასახლება, კონკრეტული ქუჩების მოწესრიგება. დღეის მდგომარეობით ახლა სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ნეკრესის, დაისის, ბორითის, ვანის, ვარდის უბნის მეოთხე შესახვევი, ბორჯომის ქუჩა სამუშაოები დამთავრებული არის, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ვახორციელებთ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ზედა დასახლებაში. კეთდება ძალიან დიდი სანიაღვრეს სისტემა, ხენდება ძალიან დიდი კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. დანის რაიონის გამგეობის მიერ დასრულდა კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება მუხიანის აგარაკებზე. ახლა ვიმყოფებით ხვანჭკარას ქუჩაზე, სადაც 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების ფარგლებში ასევე მოეწყო წყალარინების სისტემა, სანიაღვრე ქსელები. გარდა ამისა, გლანის რაიონის გამგეობამ წელს დაასრულა კიდევ 6 ქუჩა. გარდა ამისა, შოვის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები და სექტემბრის ბოლოს იქნება სამუშაოები დასრულებული. ჯამურად გამგეობის მიერ წელს დაიხარჯება $4,000,000 საგზაო სამუშაოებზე. 2021 წელს დედაქალაქის მერის დაპირება იყო ამ დასახლებაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომ არც ერთი დღე არ გაჩერდებოდა გამგეობის და მერის კონტრაქტორი და მართლაც ასე იყო. 2021 წლიდან დღემდე არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ კონტრაქტორი კომპანიებს აქ არ ემუშავათ იგივე წყალარინების ქსელზე, სანიაღვრე ქსელებზე, საგზაო სამუშაოებზე, ასევე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალებების დანიშვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაქვს ლაპარაკი. მხოლოდ მიმდინარე წელს 6 ქუჩა დასრულდა და მიმდინარეობს ერთი კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება.
განათლების მინისტრის მოადგილე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ანაკლის ბანაკს ესტუმრა. ბანაკი სტუდენტების მეოთხე ნაკადს მასპინძლობს. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმულ პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა. წელს ანაკლის ბანაკი ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს. წარმოდგენილები არიან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ახალგაზრდულ პროექტებთან ერთად ჩართული იყვნენ შემეცნებით, სხვადასხვა შემეცნებით საქმიანობაში, ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდებთან, ჰქონდათ უამრავი შეკითხვები, მათ შორის განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულები და ძალიან გვიხარია, რომ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა ჩვენი ურთიერთობები. დღეს მოვისმინეთ მათგან შთაბეჭდილებები აი ამ გავლილი 4 დღის და ისედაც ზოგადად ინტერაქციული შეხვედრა ჰქონდა, ყველა ნებისმიერ საკითხზე შეელოთ საუბარი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი აქტიური სტუდენტები ყავს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყნისთვის მართლაც აქტუალური და ძალიან საინტერესოა. ჩაგვიტარეს ინფორმაციული ინტერაქტიული შეხვედრა, რომელიც მოიცავდა კითხვა-პასუხურ რეჟიმს და ჩვენ სტუდენტებმა შესაბამისად დავსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები. გაგვცეს რა თქმა უნდა მათ კომპეტენციის ფარგლებში პასუხები. იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის მათას სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით, სამშობლოსთვის თავდადებული. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ეს 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ კოჯორიდან და ვაზიანის მეოთხე ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც მოვიდა დაგვაფასა. მშვიდობას უსურვებ საქართველოს. ჩვენ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიიდან ვართ, წარმოდგენილები პირად შემადგენლობა, რომლებიც პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საქართველოს ეროვნული გმირი გაიხსენეს მის მშობლიურ ქვემო ალვანში, სადაც სამხედროები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა კი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს. დღეს არის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე და ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო ქვემო ალვანის თანასოფლელებთან ერთად კლასელები იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის, ყვავილებით შევამკეთ მისი მემორიალი და ასე აღვნიშნეთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სულის გაუტეხელობის ნიმუში, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მაგალითი და იმ გმირობის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გიორგი მარტო სოფლის კი არა, ქვეყნის გაუტეხელობის და გმირობის სიმბოლო არის. ფოთში მალთაყვის სანაპიროზე აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობდნენ თბილისის, ფოთის და ბათუმის გუნდები. ჩემპიონატზე წარმატებით ფოთელმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. აფროსნობა ფოთისთვის ტრადიციული სპორტის სახეობაა და ჩვენ ვიხარია, რომ წელს მალთაყვის უნიკალურმა სანაპირომ ამ სანახაობასაც უმასპინძლა, რაც ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მოუხდა ჩვენ სანაპიროს და მომავალში ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა იქნას განვითარებული ჩვენ ქალაქში და ზოგადად ჩვენთვის წყლის სპორტის სახეობები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის განვითარებასთან, ისტორიასთან, ტრადიციებთან და სამოვალო პერსპექტივებთან. ეს იყო ერთ
ერთ-ერთი ძალიან კარგი შეჯიბრი, სადაც მონაწილეობა მიიღო 30-მდე ბავშვმა ოლიმპიური კლასიდან დაწყებული პატარა ბავშვებით თურთ. ასეთი იყო კურიერი 6 დღის ყველა ამბავი, სლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ჯიზემე ხვალამდე გემშვიდობებით.